ყველაფერი დღეს ზედაპირზე. უკრაინა იმარჯვებს, რუსეთი მარცხდება. აგებს ეს რუსეთი, ქოცებო, აგებს რუსეთი, აგებს, მარცხდება, თქვენ უბედურებო. როგორ მარცხდება, იცით პუტინი? ფსკერამდე მარცხდება. აი ფსკერზე ჩავხედავთ და იქ დავინახავთ. უკრაინასთან ომს უკვე ცხადად აგებს. რუსეთი მარცხდება, უკრაინა გაიმარჯვებს. ყველამ უნდა იცოდეს, მეგობრებო, რომ რუსეთი მარცხდება უკრაინაში. რუსეთის ფედერაცია მარცხდება და აუცილებლად დამარცხდება. პირადად პუტინი და რუსეთი ამ ისტორიულ ომში მარცხდება და მე მინდა გითხრათ, რომ რუსეთი მარცხდება უკრაინაში. ფაქტია, რომ რუსეთი მარცხდება ამ ომში და ეს პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენ მომავალთან. ეს იქნება რუსეთისთვის ჩემი აზრით უფრო მომგებიანი, იმიტომ რომ ის ისედაც მარცხდება და ამ შემთხვევაში ის მარცხდება უკრაინასთან. უკრაინა დღეს არის ნომერ პირველი ევროპაში სამხედრო პოტენციალის მქონე სახელმწიფო, რომელიც ამარცხებს აი მონსტრს. რუსულ აი ამ ბორდას მეომრებიც როგორც აღმოჩნდა ვერ არიან. რა ბიჭები რა და არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის. იმიტომ რომ რუსეთი მარცხდება. რუსეთი ეგუება რომ მარცხდება უბრალოდ რაღაც ბოლო გაფართხალებებს აკეთებს. რუსეთი უკრაინაში ეხა აგებს ომს. რუსეთი აგებს ომს. ძიმედ. არა კეთილსინდისიერება იყო, რომ ჩვენ რაღაც სახით ვაიძულეთ ხალხს დაეჯერებინათ, რომ უკრაინა რუსეთთან ომში არა მხოლოდ გაიმარჯვებს, არამედ გაანადგურებს კიდეც და 2014 წლამდე ვითარებას დააბრუნებდა.